ბათუმის დინამომ როგორც გითხარით ბოლო 4 მატჩიდან ერთი დაასრულა ფრედ აქ შეიძლება მამუჩაშვილმა გახსნას ანგარიში და ეს ასეც ხდება თუმცა ხელი თამაში ფიქსირდება და შესაბამისად ეს გოლი არ ითვლება მამუჩაშვილი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ჯენერი ხორავა მას ეუბნება რომ ნახოთ ვიდეო მსაჯები შეხედავენ ამ ეპიზოდსო და შემადგენლობაში ამ გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერიც გახლდათ ხო აქ მე მგონი იყო ხელით თამაში საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ვიდეო მსაჯები მიიღებენ კარგი აქტიური პრესინგი იყო კი აქ ხელით თამაში იყო შესაბამისად ეს გოლი არ ჩაითვლება და ბურთს თამაში შეიყვანს ლაზარე კუბატაძე ხო მამუჩაშვილზე საუბრობდი ახლა უკვე ტორპედოს ერთ-ერთ უმთავრეს ლიდერზე და ამწვავებს შეხვედრას კიტკიტაძე ჩაწოდება საჯარიმოში და შეიძლება ალბათ უკვე დარტყმაზე ფიქრი შეიძლება აქედან გასროლა დარტყმა და ფილიპ კლიაიჩი ერთვება თამაში ნახევარმცველი რომელმაც არტემ მილჩენკოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ დროული პასის შემდეგ მოახერხა ამ დარტყმის განხორციელება მათეო იტრაკიუშვილი და ხელს ფუტკარაძეს და შეასრულა გიორგი არაბიძემ გაიტანა ასევე ერთი გოლი ალეკო ბასილაძე მოჰამედ შერიფმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმაც მოახერხა გოლის გატანა. აქ ფელიპე პინესი ახლოს გატანასთან და ბრწყინვალედ თამაშობს ახ ლაზარე კუბატაძე და ურთულესი ბურთის მოგერიებას ახერხებს და ჯერ ტორპედო იყო გოლის გატანასთან ახლოს იქ ხელი თამაში დაფიქსირდა მერე ბათუმელებს შეეძლო თავის გამოჩენა ფუტკარაძის დარტყმის შემდეგ და ახლა უკვე ფელიპე პინესი იყო ამ სეზონში მორიგ გოლთან ფელიპე პინეს 2 გოლი აქვს გატანილი და კარგი მას გამოვიდა ისეთი შეხვედრა რომელიც მისმა გუნდმა მოიგო 4-1 სპაერთან ფელიპე პინესი კიდევ ერთხელ ერთ-ერთზე დარტყმა აქაც ლაზარე კუბატაძე ხდება ამ ეპიზოდის გმირი და ის რომ ქუთაისის ტორპედო ვერ ახერხებს ტაბლოზე რომ იყოს წინ და მარის ტორპედოს მხარეს ეს კი კიდევ ერთხელ ეპიზოდი როდესაც ლაზარე კუბატაძე თავისი გამოცდილება ბრწყინვალედ გამოიყენა და ამ ურთულესი ბურთის მოგერება მოახერხა ფეხით და არ იყო რა თქმა უნდა ადვილი ამ ეპიზოდში თავისი გუნდის გადარჩენა ფელიპე პინესმა კი პრინციპში თავისუფლი 2 ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პირველ ეპიზოდსაც არაფერი დაეწუნებოდა ნამდვილად შეიძლებოდა იქ შეხვედრა დაიწყო გუნდმა ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ მამუშაშვილის გასროლა ლაზარე კუბატაძე დაფრინავს დღევანდელ შეხვედრაში 12 წუთში მან 3 მკვდარი ბურთი მოიგერია რომ იტყვიან სირთულის ბურთები მოიგერია ვლადიმერ მამუშაშვილის ეს ეპიზოდი იყო უკვე მეორე მცდელობა მანამდე მოიხსენებათ ხელზე მოხდა ბურთი და ის გოლი ბუნებრივი აღარ ჩაითვალა ამ მიზეზით ასე რომ ქუთაისის ტორპედო სტრაფ გოლზე არის აქცენტირებული და ეს ყოველ მოქმედებაში ყოველ შეტევაში გუნდს ეთყობა თუმცა ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ ბათუმელები ყრუდ არიან დაცვაში ჩამდგარი ასე მდგომარეობის მქონე ქუთაისის ტორპედო ჯერ ეს ეპიზოდია სანახავი შეიძლება დარტყმაც რომ მოძრაობა წულუკიძე უკან გადაცემა ლაკვეხელიანი კუთხური იქნება მარცხენა ფლანგიდან გოლის გატანასთან ახლოს და ახლა უკვე მეორეჯერ სცადეს ეს ყოველივე მასპინძლებმა ძალიან კარგად იმოქმედა წულუკიძემ მაგრამ მერე თავად ვეღარ გავიდა დასაწყო პოზიციაზე და დროულად გადააწოდა ბურთი ლაკვეხელიანს რომლის დარტყმის შემდეგ გადაურჩა ნამდვილად ამ ეპიზოდში ტრადიციულად მისგან მიჩვეულნი ვართ რა თქმა უნდა მუდმივად შეტევას და აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში. ხო, რაც შეეხება ბოლო შეხვედრას 8 ნოემბერს გამოჩენა მოახერხა მასპინძელმა გუნდმა უკვე ინიციატივის აღება კიტკიტაძეა საჯარიმოში ფილიპ კლიაიჩი მეკარეების ბენეფისია ამ პირველი 15 წუთის განმავლობაში კიდევ ერთი დარტყმა კიდევ ერთი ზუსტი თან და იulis გატანას ორივე გუნდის შემადგენლობაშია გიორგი კოხრეიძე მასპინძელთა შემადგენლობაში გახლავთ 20 წლის ნახევარმცველი 14 ნომრით გიორგი კოხრეიძე ხოლო სტუმართა შემადგენლობაში თადარიქშია ნახოთ ამ კუთხურს რა მოხდება მორიგს ჩაწოდება დარტყმა კიდევ ერთი ეპიზოდი და სად გადარჩა აქ ბათუმის დინამო გოლის გაშვებას და რა ბურთის მოგერიება მოახერხა აქაც ლაზარე კუბატაძემ განმეორებით აქაც ჩვენიერი გადაცემა შეასრულა ვლადიმერ მამუჩაშვილმა მე მგონი კომნენ ანდრიჩის დარტყმა ვიხილეთ და ბრავო ლაზარე კუბატაძეს კიდევ ერთხელ რამდენიმე რაკურსით ვადევნებთ ამ ეპიზოდს თვალყურს და ყველა ამ ეპიზოდში რა თქმა უნდა კუბატაძის თამაში არის აღსანიშნავი. მე თუ სწორად შევნიშნე დეისაძე ცდილობდა
გატანას კი ბატონო კიდევ მან 2 გოლის გატანა შეძლო კონფერენციის ლიგაზე ვნახოთ ეს ეპიზოდი რით დასრულდება კარგი გადაცემა კირკიტაძის შესრულებით და ხარიხას ხვდება ბურთი უარდი მარას დარტყმის შემდეგ გადაურჩა ქუთაისური გუნდი აქ გოლის გაშვებას და თორნიკე კირკიტაძის მოქმედება იყო უბრალოდ ბრწყინვალე ლაკვეხელიანის გადაცემა შეიძლება აქ უკვე ჩაწოდება ან დარტყმა ლაკვეხელიანის მორიგი მცდელობა დღევანდელ შეხვედრაში და ქუთაისის ტორპედო კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლის გაშვებას და ეს შეტევა განსაკუთრებით ეს პასი და მე ეს დარტყმა იყო აღსანიშნავი ამ შეტევაში ოდნავ დაბლა და აქ ანგარიში გაიხსნებოდა ყოჩა თორნიკე კირკიტაძეს წინა შემთხვევაში თუ იგი გარკვეულწილად ორჭოფობდა და ვერ გადაწყვიტა თავად დაერტყა თუ გადაცემა გაეკეთებინა ამ შემთხვევაში უბრალოდ ბრწყინვალეთი მოქმედა ბევრი არც უფიქრია და უბრალოდ ამ თამაშის და ზოგადად ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი შემოგთავაზა მერე უკვე შეტევა მარცხენა ფლანგიდან გაგრძელდა და ბათუმის დინამო სერიის შეწყვეტას შეეცდება მოუგებელი მატჩებისა ხოლო ტორპედო სერიის გაგრძელებას ფილიპ კლიაიჩის ჯერი დადგა ამ შემთხვევაში რა ძალიან მწვავე მომენტი უნდა ვნახოთ განმეორებით ჩვენს ეკრანებზე რა კარგად ითამაშა აქ ასევე ფუტკარაძემ ამ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ის გარკვეული პრობლემები რაც იყო ბათუმის დინამოს თავს ბოლო პერიოდის განმავლობაში პრინციპში აღმოჩნდა შანსი და რამდენიმე არაერთმა მათგანმა ბრწყინვალედ გამოიყენა ეს შესაძლოა და ამ შემთხვევაში კარგად ითამაშა ფუტკარაძემ კიდევ ერთი ჩაწოდება ვლადიმერ მამუშაშვილი აპირებდა აქ თავით გოლის გატანას და ეს შეიქმნა არ გამოვიდა ეს დარტყმა ზუსტი კომნენ ანდრიჩი ჩასაფრებული იყო ამ ეპიზოდში მთლად ხელი ერთმანეთისთვის ნამდვილად არ შეუშლიათ მაგრამ 10 ნომრით მათე თურმანიძე გახლავთ 4 ნომრით ლუკა კაფიანიძე 21 ნომრ ეს ეპიზოდი ვნახოთ აქ დეისაძემ შეძლო ბურთის მოპოვება მე გაითავისუფლა თავი და არტყა და ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა ანგარიში გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში და გატანილი გოლის ავტორი ხდება დიეგო დეისაძე ბურთისთვის ორთაბრძოლაში დარჩა ართვა ბურთი მეტოქე გუნდის კაპიტანს მე გაითავისუფლა თავი და ბრწყინვალე გასტროლით მოახერხა თავისი გუნდის დაწინაურება კიდევ ერთი უნიჭიერესი ფორვარდი ჩვენს ჩემპიონატში 21 წლის დიეგო დეისაძე რომელიც ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს ატარებს და მისი როლი ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ბრავო აქ დიეგო დეისაძეს და ძალიან საინტერესო მეორე ტაიმი გველის ჯერ საერთოდ ამ ტაიმის ბოლომდე როგორ არ გავიდა გოლი ესეც გვიკვირდა და საბოლოოდ პრინციპში რომელიმე გულს უნდა გაეტანა სადღაც და გავიდა ბოლოს წინა წუთზე ხედავთ ემოციებს ახლიც პრინციპში უშეცდომოდ მოქმედებს ამ პოზიციაზე აქ უკვე თამაში ერთება უერდი მარა ტექნიკური დარტყმა გამოვიდა მაგრამ არაზუსტი და ქუთაისელთა კარს არიჩქარებს აქ ფილიპ კლიაიჩი მისი გუნდი იგებს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ზედიზედ მეორე მატჩს და ევარმცველი კომნენ ანდრიჩი მარცხნივ გადააქვს თამაში ალეკო ბასილაძე მისთვის ჩვეულ პოზიციაზე შეიძლება აქ დარტყმით დასრულდეს ეს ეპიზოდი და ზევიდან დაეცა აქ კარს ბურთი გადაურჩა ბათუმის დინამო გოლის გაშვებას და წამს შეუშალა რა ხელი ახალგაზრდა ფორვარდს თორემ აქ დიდი იყო შანსი იმისა რომ სხვაობა გაზრდილი იყო ყოჩა აქ მამუკა კობახიძე სად დაასტრო აქ ალეკო ბასილაძეს კიდევ ერთხელ გადმეორებით ეპიზოდი რომელიც მამუკა კობახიძე ორბურთიანი სხვაობის დაფიქსირებასთან კომნენ ანდრიჩის როლი იყო აქ ძალიან დიდი უკეთეს გამოქონდა ბურთი საჯარიმოდან მაგრამ არაბიძეს მივიდა ძალიან საფრთხო ზონაში და კინაღამ ორბურთამდე გაიზარდა სხვაობა მარტო და ჩააწვის ახლა ბურთს ისევ ცხელ ზონაში და აქ უკვე მორიგი გოლი გავა დღევანდელ შეხვედრაში და გოლის ავტორი ხდება ხორვატი მცველი მატეო შიმიჩი ეროვნულ ლიგაში მისი სადებიუტო გოლია 30 წლის მცველმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და არაბიძე ასრულებდა დარტყმას და ამ შემთხვევაში უკვე არაბიძის მორიგი საგოლე გადაცემა ამ სეზონში და შიმიჩის პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში უზადოდ ჩააწოდა არაბიძემ და შიმიჩმაც დაუფასა თანაგუნდელს ეს არაჩვეულებრივი მოქმედება არაბიძემ მეხუთე საგოლე მოქმედება ჩაიწერა ამ სეზონში უკვე აქტივში 2 გოლს უკვე მესამე საგოლე გადაცემაც დაუმატა დიდი იყო შანსი რომ გოლი გასულიყო და მერე ასევე გვახსენდება ის იძე მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ გადაიტანა თამაში აქ ფილიპე პირესი იქნება პირველი არა ბათუმელები თამაშობენ კარგად შეიძლება შორიდან დარტყმა ფილიპ კლიაიჩი ევლინება აქ უკვე თავის გუნდს მხსნელად გოლთან იყო
გიორგი ფუტკარაძე ახლოს რა კარგად გაუშვა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი ბრავო სწრაფი შეტევა შეიძლება წამოვიდეს ქუთაისელთა მხრიდან შერიფის გადაცემა არაბიძე ისაძე ეხმარება შორიდან აპირებს არაბიძე აქ გატანას ნამდვილად აღთოვანებულია ძალიან მაღალი დონის მეკარე გახლავთ მათეო ითრაკი მარჯვნივ გადაცემა არაბიძე მამუჩაშვილი არ აღნიშნავს გოლს თუმცა მორიგი მცდელობა უკვე გოლით სრულდება 0-3 წლების განმავლობაში 2018 წლიდან მოყოლებული 2024 წლის ჩათვლით ეს ფეხბურთელი ბათუმის დინამოს ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი გახდათ და ნახეთ რა მახვილი კუთხიდან მოახერხა მან გოლის გატანა ბრავო აქ მამუჩაშვილს და არაბიძის მორიგი საგოლე გადაცემა დღევანდელ შეხვედრაში 0-3 ასევე ძალიან კარგი გეგმები აქვს და წესიდარგით კონკურენცია წლიდან წრემდე და წლიდან წლამდე გაიზრდება აქ ისაძე იყო მეორე გოლთან ახლოს უბრალოდ თუ იყო აქ თამაშგარე მე მგონი ფილიპე პირესი მცველებზე წინ იყო ნიკობახიძე ფეხს იტკიებს და განხორციელებულია უკვე 5 ვეცვლება შესაბამისად თამაშს ბათუმელთან არაბიძესთან ერთად დეისაძეც ძალიან აქტიური იყო მოკლედ ამ სამოთ ბურთს ეუფლება ფილიპ კლიაიჩი ეს უკვე საფინალო სასტვენის ხმა გახლავთ ქუთაისის ტორპედომ ბათუმში ბათუმის დინამო დაამარცხა ანგარიშით 0-3